ასეთი ფაქტისა და ზოგადად რამდენად დაცულები ვართ ამ კუთხით. მოგესალმებით ბატონო გიორგი, მადლობა რომ ხართ დღისამების სტუმარი. ილია ელოშვილი თბილისის მერის მოადგილე საუბრობდა რომ ხშირად კომპანიები, რომლებიც ასრულებენ ასეთ ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში სამუშაოებს, არიან არაკვალიფიციურები. მათი მიზეზით ხდება რაღაც შეცდომების დაშვება, რომელიც შემდეგ უკვე პრობლემებს ქმნის. რა შეგიძლიათ გითხრათ, როგორი არის დღეს ვითარება და რეალობა თბილისში და არა მხოლოდ თბილისში ამ კუთხით? გამარჯობათ, მოგესალმებით ისევ ერთხელ. პრობლემა ფუნდამენტურია, რა თქმა უნდა. მე ამ საკითხთან დაკავშირებით დავინტერესდი 2011 წლიდან და თანმიმდევრობით ვადევნებ თვალყურს თუ რა მდგომარეობაა ამ მიმართულებით ქალაქში. სავალალო მდგომარეობა შეიძლება ითქვას, რადგან მაშინვე ვიძახდი, რომ 5-6 წლის შემდეგ დადგებოდა მსგავსი ფაქტები. თუმცა აქ იმაზეა საუბარი, რომ კონკრეტულად ამ კონკრეტული ტრაგედიის დროს თუ რამ გამოიწვია ეს სავალალო შედეგი, სხვადასხვა რამეზე შეიძლება საუბარი, მაგრამ ზოგადად სურათი ქალაქში არის მძიმე. აქ თქვენთან კადრებში კარგად ჩანს მრიცხველების სადარბაზოში გამოტანისას პოლიეთილენის მილებით რომ არის შეერთებული, აი სტაფილოსფერი მილებით, რომელიც დაუშვებელია, რადგან 2010 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მოაწერა ბრძანებულებას ხელი და დღეს საქართველოში მოქმედებს ტექნიკური რეგლამენტი, სამწუხაროდ ისევ რუსეთის, თუმცა ის მოქმედებს, სადაც ცალსახად წერია, რომ გაზის კომუნიკაციები უნდა იყოს გაყვანილი მხოლოდ და მხოლოდ ლითონის მილებში, რადგან გაზს აქვს თვისება, რომ აალდეს, გაფართოვდეს, აფეთქდეს და ასე შემდეგ. მსგავსი მილები არის დაუშვებელი, რადგან მისი ფიტინგები არ იძლევა იმის საშუალებას, რომ გაზის გაჟონვა იყოს არიდებული და შესაბამისად მთლიანად თბილისში, სადაც კი მრიცხველების გამოტანა მოხდა, მსგავსი მილებით არის შესრულებული და ეს იწვევს იმის ალბათობას, რომ დროთა განმავლობაში ბატონ გიორგი, რას ამბობთ, ესე იგი მრიცხველების გამოტანა მოხდა გარეთ, ეს ყველაფერი არის კუსტარულად, ასე ვთქვათ, გაკეთებული და არ არის უსაფრთხოების იმ სტანდარტით, რომელიც არის მიღებული 21 საუკუნეში. შეიძლება ასე ითქვას, კუსტარულად შეიძლება დავარქვათ ამას, რადგან ეს მილები არის მხოლოდ და მხოლოდ ცხელი წყლის მომარაგებისთვის. ჩვენ მივწერეთ თურქულ კომპანია ფირატს ამ მილის თაობაზე 2013 წელს, თუ სწორად მახსოვს და იქიდან მივიღეთ პასუხი, რომ ეს მილები გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ ცხელი წყლის შიდა გაყვანილობისთვის და არა გაზ მომარაგებისთვის. და ჩვენთან გამოიყენება რისთვის? ჩვენთან გამოიყენება გაზის კომუნიკაციებისთვის, შიდა გაყვანილობის გაზის კომუნიკაციებისთვის, რომელიც დაუშვებელია. მათ შორის მე მინდა გითხრათ, რომ რაღაც ჩვენმა ქვეყანამ არჩევანი გააკეთა ევროკავშირზე და ევროსტანდარტზე, მინდა შევახსენო მოქალაქეებს, თბილისის მოსახლეობას და სრულიად საქართველოს, რომ ევროკავშირის სოციუმში, ანუ საცხოვრებელ ტერიტორიებში საერთოდ არ გამოიყენება გაზი და იქ მხოლოდ და მხოლოდ ელექტრომომარაგებით ხდება მსგავსი საყოფაცხოვრებო სათბობის უზრუნველყოფა. რაც შეეხება 80-იან წლებს, როდესაც თბილისი გაფართოვდა და იგივე დიდი ღომი გდანი და ასე შემდეგ მასივები შეიქმნა, იქაც არ იყო გაზიფიცირება და იყო ელექტროქურები, თუ კარგად ახსოვთ. 97 წლიდან დაიწყო ამ მიკრორაიონების გაზიფიცირება, რა თქმა უნდა, ესეც კუსტარულად დარღვევით, რადგან კორპუსების შიგნით არანაირი კომუნიკაცია არ შეიცვალა და კორპუსებს გარედან შემოერტყა ეს მახინჯი კომუნიკაციები გაზის, რომელიც სულ ყველა შეგვიძლია ნათლად დავინახოთ. და რაც შეეხება შიდა კომუნიკაციებში კი ხმარობენ ასეთ მილებს და ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ერთი მიზნით, რომ რახან ყასტრანს გაზი და გაზის კომპანიები არიან კერძო კომპანიები და მოგებაზე ორიენტირებული, თუ ლითონის მილი ღირს დაუშვათ 1 გრძივი მეტრი 10 ლარი და მას სჭირდება შემდუღებელი და სხვა კიდე დამატებითი სამუშაოები, რომელიც აძვირებს მომსახურეობას, ფირატის მილები ან ეს ცხელი წყლის მილები ღირს 1 ლარი 2 ლარი და მისი მონტაჟი არის გააბილებული. კითხვა, თქვენ საუბრობთ, რომ ეს არის კერძო კომპანიები, ისინი შეიძლება ვთქვათ მეტი ეკონომიკური მოგების მისაღებად მიმართავენ უფრო დაბალ ხარისხიან მასალაზე აკეთებენ აქცენტს. ამ დროს ვის ევალება კანონით ამ ყველაფრის კონტროლი? თბილისის მერიას, ვთქვათ, რაღაც ენერგეტიკის უკვე ყოფილი სამინისტროს რაიმე დეპარტამენტს, რომელიც ვთქვათ ენერგეტიკის სამინისტროს ფუნქციას ასრულებს დღეს, თუ ვინ არის ამ ყველაფრის მაკონტროლებელი? ის რასაც თქვენ ახლა ამბობთ, ვთქვათ, ჩვენთან, ესე იგი გაზის მიწოდება, ბუნებრივი აირის მიწოდება ხდება ისეთი მილებით, რომელიც სხვა ქვეყნებში მხოლოდ ცხელი წყლის მისაწოდებლად გამოიყენება. რეალურად ამბობთ, რომ ვზივართ ნაღმზე და ამ ნაღმს ესე მშვიდად უყურებთ ყველა? სამწუხაროდ ასეა.
გამოსავალი და ასე ვთქვათ რეგულირება ფაქტიურად კანონმდებლობრივად არ არის გაწერილი. უსაფრთხოების სამსახური, რომელიც შექმნილია მხოლოდ ეკონომიკის სამინისტროში, რომელიც უზრუნველყოფს მსგავსი ტიპის თემების ზედამხედველობას, შედგება მხოლოდ და მხოლოდ 12-კაციანი ჯგუფით, რომელშიც შემიძლია დაბეჭდებით გითხრათ, რომ სპეციალისტი ფაქტიურად არც ერთი არ არის. მსგავსი სახის უსაფრთხოების ზედამხედველობა დავალებული აქვს ხელშეკრულებით იგივე კომპანიებს, რომლებიც ექსპლუატაციას და სერვისს ეწევა. შესაბამისად, ის რეფორმები, რომელიც განხორციელდა დღემდე საქართველოში, სოციალური ქსელის სერვისების მიმართულებით, ეს იქნება კომუნალური სერვისები და უშუალოდ წყალმომარაგება, გაზმომარაგება, ნაგავი და ასე შემდეგ. თავად ამ კერძო კომპანიებს ეხებათ უზრუნველყოფ გარკვეული პრობლემები, რომელიც რა თქმა უნდა, პრობლემას შექმნის. თუ კომპანია მოგებაზეა ორიენტირებული, ის თავს არ შეიწუხებს ზედმეტი დაუშვათ ხარჯისგან. საქმე ის არის, რომ კანონმდებლობა გასაწერია თვითმმართველობაში და სწორედ თვითმმართველობამ უნდა მოახდინოს ზედამხედველობა, თუმცა აქვე საგულისხმოა, რომ ყაზტრანსგაზთან, GVP-სთან და სხვა კომპანიებთან არის ისეთი ხელშეკრულებები დადებული და პუნქტებია ჩადებული მასში დაუშვათ ასე ჟღერს, რომ თუ სახელმწიფო მოინდომა რაიმე ზედამხედველობის განხორციელება ამ თუ იმ კომპანიაზე და ბრალი დასდო რაიმის განხორციელებაში, შესაბამისად აღიქმება ამ კომპანიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი და შესაბამისად მთავრობაც, ხელისუფლებაც, მერიაც, თვითმმართველობაც, სამინისტროებიც თავს იკავებენ ასეთი კომპანიების მიმართ ქმედითი ღონისძიებები გადაიდგას. თუმცა ეს ხო არ ნიშნავს იმას, რომ მაშინ ჩვენ ვიჯდეთ ბომბზე. ცხადია, პრობლემა ის არის, რომ ამ თემაზე აღნიშნე, რომ 6-7 წელია მუშაობდა, საუბრობ, თუმცა ყურადღებას არავინ არ აქცევს სათანადოდ, სანამ კონკრეტული ტრაგედია არ მოხდება, გავიხსენებ იგივე ვერის მოვლენებს, ვიდრე არ ამოვიღეთ ხმა და ცხადად არ დავინახეთ ქალაქში დადგმული სერიოზული პრობლემა, იქამდე არავინ ხმა ამაზე არ ამოიღო და არ შეიწუხა. ასევე თქვენ რასაც ამბობთ ახლა ბატონო გიორგი, შეიძლება სხვა ნებისმიერ ახალ აშენებულ საცხოვრებელ კორპუსში უხარისხო მილების და თქვათ მასალების გამო მსგავსი ტრაგედია დატრიალდეს. მარტო ახალ აშენებულში არა. ამისგან, მაგრამ მაღალი რისკი ამის დღეს თბილისში არსებობს. ბატონო ლევან, მარტო ახალ აშენებულებში არა, სრულიად ქალაქში. სრულიად ქალაქში არის მსგავსი პრობლემები, რადგან ზედამხედველობა, მონიტორინგი ამ მიმართულებით არ ხორციელდებოდა. როდესაც მივმართეთ ყაზტრანსგაზს ამის თაობაზე, მათგან პასუხი ვერ მივიღეთ, სიმართლე გითხრათ, რადგან ისინი ხელშეუხებლები არიან, ასე ვთქვათ, ხელისუფლების მხრიდან, რომელი ხელისუფლებაც არ უნდა მოვიდეს საქართველოში. სამწუხარო ფაქტია ეს. მე მინდა გითხრათ, რომ მას შემდეგ რაც საქართველოში საბჭოთა კავშირი დაინგრა და შეწყდა გაზმომარაგება და შემდეგ რაღაც ფორმებით მოახერხეთ გაზმომარაგების აღდგენა საქართველოში, არასწორი ექსპლუატაციის შედეგად 10,000-მდე მსგავსი ფაქტია დაფიქსირებული საქართველოში. აფეთქებებს გულისხმობ, ადამიანის მსხვერპლს გულისხმობ და არასწორ ექსპლუატაციას გაზთან მიმართებაში. ყურადღების შემთხვევაში როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება, რა არის საჭირო ამისთვის და რამდენად რა თანხებს შეიძლება ეს უკავშირდებოდეს? ეს დიდ თანხებს არ მოითხოვს, რა თქმა უნდა, აქ არის შესაქმნელი სისტემა, უნდა იყოს პოლიტიკური ნება, როგორც თვითმმართველობის, ასევე სახელმწიფოს მხრიდან, უნდა შეიქმნას ჯგუფი, რომელიც მთლიანად მონიტორინგს გაუწევს ქალაქის და არა მარტო ქალაქის მასშტაბით, რადგან რეგიონებშიც სერიოზული პრობლემებია. მადლობა ბატონო გიორგი, იმედია ის ინფორმაცია, რომელზეც თქვენ ახლა საუბრობდით, იქნება ყურადღება მიქცეული იმ ორგანოების მხრიდან, რომელსაც უკვე ევალებოდათ ეს, მაგრამ აქამდე არ აკეთებდნენ, თუმცა ეს ტრაგედია შეიძლება გახდეს იმის საფუძველი, რომ სერიოზულად იყოს გადახედილი ის უსაფრთხოების საკითხები და დარღვევები, რომელზეც თქვენ საუბრობდით. მე დავამშვიდობები გიორგი ჭაღიაშვილს, ექსპერტს ენერგეტიკის საკითხებში და ჩვენს ეთერში რეკლამის დროა, თუმცა რეკლამამდე კიდევ ერთხელ ნახოთ ის კადრები, რომელიც პირველის ჟურნალისტს პეტრიწის